კაი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე. ეს კი ვანო და ნიკოა, ნიკო და ვანო, ერლო მახვლედიანის არაჩვეულებრივი პატარა წიგნი, რომელიც შედევრების სერიაში გამოაქვეყნა სიესტამ. დიდი ხანი ამ წიგნს ველოდებოდი და კაი რომ ისევ გამოჩნდა ეს წიგნი. ეს არის ერლო მახვლედიანის ქართველი მწერლის, დრამატურგის, ლექტორის და კინოდრამატურგის, კინოსცენარისტის შექმნილი არაჩვეულებრივი ფილოსოფიური იგავების კრებული, პატარა ამბები, რომელიც დიდ ფიქრს მოითხოვს და ისეთივე ღრმა, როგორც ცა თუ კოსმოსი თუ ყველაზე ღრმა წყლები, იმაზე მეტად ღრმაა ეს წიგნი. რამდენჯერმე წაკითხვას, რამდენჯერმე მოსმენასაც კი საჭიროებს, რომ კარგად გავიგოთ, ცოტა ვიცინოთ, ცოტა ვიტიროთ კიდევაც და რაღაცები ერთმანეთს დავაკავშიროთ. ეს არის წიგნი, რომელთაც ჩემს მოსწავლეებთან ხშირად მუშაობ ხოლმე და რომლითაც ვიგებ რამდენად მოწონთ ქართული ენა თავისი იუმორით, თავისი ულამაზესი შედარებებით, გადასვლებით და კიდევ ბევრი ხიბლით, რომელიც მას აქვს. მე შეგირჩიეთ წასაკითხად ერთ-ერთი ამბავი, ჩვენ ადრეს წაგვიკითხავს ვანო და ნიკოდან ერთი იგავი, მაგალითად ვანო და ნიკოდან ნადირობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უნდა წაგიკითხოთ წიგნში აღმოჩენილი ბოლო იგავი, ვანო და ნიკო და ვანო. თუ მზად ხართ, შეგვიძლია რომ დავიწყოთ. მაშასე. ვანო და ნიკო და ვანო. ადრე ნიკო ვანო იყო, ხოლო ვანო ნიკო. მერე ნიკო ვანო გახდა, ხოლო ვანო ნიკო. ბოლოს ორივე გავანოვდა. ეს ასე მოხდა. ნიკო ცუდი ადამიანი იყო და სულავს უკეთებდა სხვას, ხოლო ვანო კარგი ადამიანი იყო და სულ კარგს უკეთებდა სხვას. მაგრამ რადგან ადამიანს ერთი და იგივე ბეზრდება ხოლმე, ნიკოს მობეზრდა ნიკოობა, ხოლო ვანოს ვანოობა. ნიკომ უთხრა ვანოს: მოდი, გავვანოვდები. ვანოს გაუხარდა და უპასუხა: მე კი გავნიკოვდები. კარგი? კი ბატონო. და იმ დღის შემდეგ ნიკო გავანოვდა, ხოლო ვანო განიკოვდა. მზესავი დღე იყო. როდესაც განიკოვებული ნიკო, ვანო ქუჩაში გამოვიდა, ხან აქეთეცა, ხან იქეთეცა. კაც დაინახავდა და დასცინოდა, ქალს დაინახავდა და შეურაცხყოფდა, ბავშვს დაინახავდა და თავში წამოარტყამდა, ძაღლს დაინახავდა და ჯოხს მოუქნევდა, ბეღურას დაინახავდა და ქვას ესროდა, ქოთნებს ხო სულ ამტრევდა, ხეს სულ სურტყამდა, აბა რა უნდა დავარტყაო, ამბობდა. მოკლედ ვანო სულ განიკოვდა. მზესავი დღე იყო და გავანოვებული ნიკოც გამოვიდა ქუჩაში. ნაცნობებს კარგ სალამს აძლევდა, ზოგჯერ უცნობებსაც ესალმებოდა, ბავშვებს ეფერებოდა, ბეღურებს საკენგს უყრიდა. აბა რა უნდა დაუყარო, ამბობდა, ხანდახან ხეებსაც რკავდა. მოკლედ სულ შეიცვალა ნიკო, სულ გავანოვდა. გავიდა ხანი. ღრუბელივი დღე დადგა და გავანოვებული ნიკო იჯდა და უხაროდა რომ გავანოვდა. არ ახსოვდა რომ ოდესღაც ნიკო იყო, ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა. აბა მეტი რა უნდოდა. ღრუბელივი დღე დადგა და განიკოვებული ვანოც იჯდა და აგონდებოდა რომ ოდესღაც ვანო იყო. აგონდებოდა როგორ იცინოდა კაცი, როგორ იღიმებოდა ქალი, როგორ იზრდებოდა ბავშვი, როგორ ფრენდა ბეღურა, როგორ იყო ძაღლის ალერსი, რა ლამაზი იყო ქოთნები, როგორ ხარობდა ხე. მერე გაახსენდა რომ განიკოვდა და დაინახა თუ როგორ წუხდა კაცი, როგორ წყინდა ქალს, როგორ კვდებოდა ბეღურა, როგორ ინტრეოდა ქოთნები, როგორ კნესოდა ხე. თქვა: და მივიდა გავანოვებულ ნიკოსთან და უთხრა: გავანოვებულო, აღარ მინდა ნიკოობა, დამიბრუნე ვანოობა. არა, უპასუხა გავანოვებულმა ნიკომ. დამიბრუნე, გთხოვ, ჩემი ვანოობა. არა, დამიბრუნე, თორემ მე ახლავე განიკოვებული ვარ და გცემ, გესმის? მაშინ გავანოვებულმა ნიკომ უთხრა: ნუ წამართმე ვანოობას, გთხოვ, ისეთი კარგია ვანოობა, ისე მინდა ვანოობა, რომ ნუ წამართმე. განიკოვებული ვანო მოიღუშა და უპასუხა: მეც აღარ მინდა ნიკოობა. გავანოვებული ნიკო ჩაფიქრდა, ხოლო მერე თქვა: განიკოვებულო, რა ვქნათ იცი? მოდი შენც გავანოვდი და მაშინ ორივენი გავანოვებული ვიქნებით. გან არ შეიძლება ორი ვანო იყოს? განიკოვებული ვანო ბევრს ეცადა და ბოლოს როგორც იქნა გავანოვდა ისევ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმასავი დღე იყო. ასე განიკოვდა და გავანოვდა ნიკო. ბოლოს ორივენი გავანოვდნენ. ასე დამთავრდა ეს მოთხრობა ვანო და ნიკო და ვანო და ასე დამთავრდა ეს წიგნიც ვანო და ნიკო. იმედია ბევრს იფიქრებთ, ან ცოტას იფიქრებთ და ბევრს მიხვდებით და ადამიანები ცნობას უკეთ ვისწავლით. დიდი მადლობა, შემდეგ ლიპარასკევებამდე გემშვიდობებით. მადლობა ერლო მახვლედიანს და მადლობა თქვენ მოსმენისთვის. აბა ბედნიერად.